მემარჯვენე ექსტრემისტული წამქეზებლური განცხადებები და პოლიტიკოსების შეურაცხყოფა სიძულვილის ენით მოსაუბრე კლავიატურას ამოფარებული მოქალაქეები გერმანელი სამართალდამცველების სამიზნედ იქცნენ. სიძულვილის ენის შემცველი პოსტებისა და კომენტარების ავტორების ბინების ჩხრეკის პირთა იდენტიფიცირებისა და დაკითხვების ღონისძიებები გერმანიის 16-ვე ფედერალურ მიწაზე ჩატარდა. მოვახდინეთ მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების კონფისკაცია, რომელთაც დამატებით შევისწავლეთ. ეს ოპერაცია მნიშვნელოვანია, რადგან სიძულვილის ენა რადიკალიზაციის ხელშემწყობია და მასთან ბრძოლა თანამიმდევრულად უნდა მოხდეს. ჩხრეკის ორდერები პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია. სიძულვილის შემცველი პოსტები მემარჯვენე ექსტრემისტულ დანაშაულად ითვლება. გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ პოლიციის რეაგირება საკმარისი არ იქნება. კონტროლის ევროპის დონეზე დანერგვა ასაჟი. მთელი გერმანიის მასშტაბით მხოლოდ ერთ დღეში 180-ზე მეტი სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა 65 საცხოვრებელი გაჩხრიკეს და 140 მოქალაქე დაკითხეს. რეიდების სერიით გერმანელებს სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის არსებული ზღვარი შეახსენეს, თუმცა კრიტიკოსები იქაც გამოჩნდნენ. ციფრულ წამქეზებლებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ამოეფარონ თავიანთ მობილურ ტელეფონებს ან კომპიუტერებს. სიძულვილის ენასა და აზრის გამოხატვა შორის განსხვავება ბევრმა დაივიწყა. ძალიან მარტივია. ის, რასაც რეალურ სამყაროში არ გააკეთებ, არც ონლაინ უნდა ჩაიდინო. კეთილსინდისიერების დროა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 ძალადობის წაქეზებისა და შეურაცხყოფის მუხლით მიმდინარეობს. ის ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რათა როგორც გერმანელები ამბობენ, მსგავსი შინაარსის განცხადებებით ქვეყნის დემოკრატიის ციფრული გზით მოწამვლის ნორმალიზაცია არ მოხდეს. როცა დანაშაულს მუდმივად უმოქმედო დაკვირდები, დროთა განმავლობაში მისი ნორმალიზაცია ხდება. ამიტომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია. გერმანიაში მიმდინარე რეიდები განხილვის თემად იქცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. მმართველი გუნდის წევრები პარალელს საქართველოსთან ავლებენ და იმავე მიზნით საქართველოში დაწყებული გამოძიების კრიტიკის გამო გერმანიის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ. გერმანიაშიც გადაწყვიტეს, რომ ამ თემას უნდა ძალიან კაცრად დაუპირისპირდნენ. შედარებით ლოიალურად, მაგრამ დაპირისპირება მართობს საქართველოსაც, ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი ამოხეთქვა გარკვეული ემოციებისა, შეიქმნა გარკვეული მიმართულება, ერთ-ერთი მიმართულება ამ რევოლუციურ სცენარში, რასაც ქვია ადამიანებს შორის დაპირისპირების პროვოცირება. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც ამ კვირის მიმდინარეობისას პარლამენტმა მიიღო, მათ შორის ცილისწამებასთან იქნება ეს საჯარო მოხელეების თუ პოლიტიკოსების მიმართ თავდასხმას და შეურაცხყოფაზე იქნება, იყო აუცილებელი საჭირო და ზუსტადაც რომ შდებოდა ევროპულ სტანდარტში. ამდაგვარი რამე თავში აზრითაც არ მოფხვლია და გვაკრიტიკებდა. იქ წარმოიდგინეთ რა ხდება. უბრალოდ ინტერნეტ სივრცეში გამოთქმული აზრის გამო 120-ზე მეტ სახში ჩატარდა ჩხრეკა, ხო? თქვენ წარმოგიდგენიათ ამის მიასადი რო გავაკეთოთ საქართველოში რა ხმაურსად ახე? ეგრეთ წოდებული რეაგირების დღე გერმანიაში ყოველწლიური სპეცოპერაციაა, რომელიც 2016 წლიდან ტარდება, თუმცა ხელისუფლებას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მაქსიმალურად გაძლიერებისკენ იმ ფაქტმა უბიძგა, რომ გასულ წელს მსგავსი შინაარსის შემცველი პოსტების გავრცელების რაოდენობა 34%-ით გაიზარდა.